მადრიდი ყოველთვის იყო ძალაუფლების, სამეფო ტახტის, ცენტრალიზირებული მმართველობის და არისტოკრატიის სიმბოლო. ერთ მხარეს არის კლუბი, რომელსაც სახელი რეალი იგივე სამეფო თავად მეფე ალფონსო მერუენი 1920 წელს მიანიჭა. მეორე მხარეს კი ბარსელონა, კატალონიის გული, რეგიონი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა თავისი ენა, თავისი კულტურა, თავისი ინდუსტრიული სიამაყე და მუდმივი სწრაფად დამოუკიდებლობისკენ. როდესაც ეს ორი ძალა საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს შეხვდა, ეს ვერ იქნებოდა უბრალოდ თამაში. ეს იყო პოლიტიკური მანიფესტი და სწორედ აქედან იწყება ჩვენი დიდი მოგზაურობა. თავი პირველი სამოქალაქო ომის აჩრდილი. პირველი ოფიციალური მატჩი შედგა 1902 წელს. ეს იყო მეფის თასის ნახევარფინალი და ბარსელონამ 3-1 მოიგო. მატჩის შედეგი მაშინ არავის გაკვირვებია, რადგან ბარსელონა უფრო ძველი გუნდი იყო. ასევე კატალონიაში უფრო ადრე განვითარდა ფეხბურთი, იქ მომუშავე შვეიცარიელებისა და ინგლისელების წყალობით. მათ შორის იყო კლუბის დამაარსებელი ჟუან გამპერი. აი ნამდვილი შეურიგებელი მტრობა კი იწყება 1930-იანი წლებიდან, როდესაც ესპანეთში პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. ესპანეთის სამოქალაქო დაპირისპირებამ 1936-დან 39 წლამდე წარუშლელი კვალი დატოვა ამ დაპირისპირებაზე.